საქართველოს გზებზე დაღუპულთა მაჩვენებელი კატასტროფულად მაღალია და ის საშუალო ევროპულ მონაცემს 4-ჯერ აღემატება. სამწუხაროდ არ ვიცით ავტოავარიების რა წილი მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს. ანუ არ ტარდება კვლევა მოხდა თუ არა ავტოავარია ავტომობილის გაუმართავობის მიზეზით. განვითარებად ქვეყნებში ასეთი კვლევა და ანალიზი ტარდება და ესეთი გაეროს მონაცემებით 20-25-30%-ის ფარგლებში არის, როგორც უკვე გითხარით, ავტომობილის გაუმართავობით გამოწვეული ავტოკატასტროფები. ეს მოცემულობა რომ აი გადმოვიტანოთ საქართველოზე, რადგან როგორც უკვე გითხარით, კვლევა არ გვაქვს და ამას ამბობს ყველა ექსპერტი და სპეციალისტი ამ საქმის. აღმოჩნდება, რომ წელიწადში დაახლოებით 150 ადამიანი გვეღუპება ავტომობილების გაუმართავობის გამო. როგორია ქვეყანაში ტექინსპექტირების ეფექტი, იმიტომ რომ სწორედ ტექინსპექტირება უნდა დაადგინოს ვარგისი ავტომობილი გზებზე გამოსასვლელად თუ არ არის ვარგისი. და გვაქვს თუ არა სათანადო რეაგირება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობასა და მათ გამომწვევ მიზეზებზე. დათო მესხიშვილი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტია ჩვენთან ერთად. დათო, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან საინტერესო ღონისძიებიდან გვერდთვებით, ღონისძიებაზე მოგვიანებით მინდა დავიწყო და სამწუხაროდ, აი თუ დავაკვირდებით, ტენდენცია უკვე რამდენჯერად თქვენ ხართ ჩვენთან გადაცემაში სტუმრად, იმდენჯერ ვიწყებთ საუბარს რაღაცა იმ პერიოდში მომხდარი ტრაგიკული ამბებით. აი რომელი ერთი ჩამოვთვალო არ ვიცი. დღეს გავხსენი, ასე ვთქვათ, ახალი ამბები და ნახე, რომ დასავლეთ საქართველოში ავტომობილი თუ გუშინ იყო ბავშვებს დაეჯახა, სამ ბავშვს დაეჯახა, ერთი მოზარდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და 2 დღეა მტკვარში ეძებენ გადავარდნილი ავტომობილის მგზავრებს, როგორც ვიცი, ერთი იპოვეს, ერთი ცხედარი იპოვეს და რამდენიმე ძებნა ისევ მიმდინარეობს. არ ვიცი თქვენ რომ აი როგორც სპეციალისტი რამდენჯერ მიზეზებით მოგვისმენია თქვენგან ამ ასე ვთქვათ პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის შესახებაც გვისაუბრია, მაგრამ როგორც სპეციალისტმა შეგვიფასეთ აი რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, რატომ გვაქვს ყოველდღიურად ასეთი მძიმე შედეგები გამოწვეული ავტოკატასტროფებით. მშვიდობისა, მადლობა ჩართვისთვის. ძალიან მძიმე შემთხვევებია, ეს ბოლო დღეებია და სამწუხარო ფაქტი კიდევ ის არის, რაც ახლოვდება ზაფხული, მოძრაობის ინტენსივობა იზრდება, საქალაქთოშორისო მიმოსვლის ინტენსივობა იზრდება და იზრდება რისკებიც და ჩვენ როგორც წესი ყოველთვის ამ დროს მოვუწოდებთ, რომ პირველი ავტომობილი იყოს ტექნიკურად გამართული და მეორე სიჩქარის გადაჭარბება არის ის მთავარი დარღვევა და ხშირ შემთხვევაში თქვენ რაც ჩამოთვალეთ, სიჩქარის გადაჭარბება არის ის მთავარი დარღვევა, რომელიც კლავს ადამიანებს. ხო, ეს არ არის ჩემი ტერმინი, არის საერთაშორისო აღიარებული ტერმინი, რომ speeding kills. და აი ეს ამ დარღვევის წინააღმდეგ ყველაზე მეტი არის საბრძოლველი, რაც დაკავშირებულია სიჩქარის გადაჭარბებასთან. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ სტატისტიკა არ არის სრულყოფილი და ჩვენ არაერთ გზის მივმართეთ, ეხლაც მივმართავთ თხოვნით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიწყოს თანამედროვე კვლევა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკის ნაწილში გულისხმობ კონკრეტულად, ანუ წარმოადგინოს სტატისტიკა უფრო დეტალური. რაც შეეხება საგზაო საფრთხების პოლიტიკას, დღეს ეს სფერო არის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ. წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორი ითხოვდა, რომ შექმნილიყო საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი. ასეთი დეპარტამენტი დღეს არის შექმნილი. დღეს ქონდა ეს შეხვედრაც და ეხლა არის თავარი ის რომ შეიქმნა ეს დეპარტამენტი, ხო მარტო შექმნა ხო არ არის გამოსავალი, უნდა იყოს დეპარტამენტი აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, მას უნდა ქონდეს შესაბამისი დაფინანსება და რაც ყველაზე მთავარია, მას უნდა ქონდეს ლიდერის ფუნქცია საგზაო უსაფრთხოებაში. დღეს გამოკვეთილი სტრუქტურა ეს ერთი დღემდე ასეთი სტრუქტურა არ არსებობდა. და მე იმედს ვიტოვებ, რომ საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი იქნება ის გადამწყვეტი
საგზაო სამხედრო დეპარტამენტის შექმნა იქნება ის გადამწყვეტი ეტაპი, როდესაც ჩვენ საგზაო სამხედროების სტანდარტს ავამაღლებთ. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევაში ფედერაცია ძალიან მძიმეა ყველა. ხო, მიზანი ამ ყველაფრისა, ხო, ამ ყველა ამ ინიციატივის შემდეგ უკვე კონკრეტულ ქმედებად და გადაწყვეტილებად ქცეული ინიციატივის მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოში შემცირდეს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა და შესაბამისად სწორედ ამ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც. ანუ ეს ყველაფერი მოგცემს, აი თუნდაც თუ გვექნება დეტალური კვლევა, რა მიზეზით მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. იყო ეს დავუშვათ სიჩქარის გადაჭარბებით, იყო ეს ავტომობილის გაუმართავობით, რა ვიცი, ალკოჰოლური თუ სხვა, ასე ვთქვათ, ნარკოტიკული ნივთიერების ქვეშ, ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის ბრალეულობით, უყურადღებობით, სხვა ავტომობილის, ასე ვთქვათ, მიზეზით, მანევრირებით, ანუ თუ დეტალებში ჩავალთ, დათო, ეს ჩვენ სამომავლოდ დაგვიცავს ავტოკატასტროფების ასეთი რაოდენობის გვან, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი ქვეყანა წლებია უკვე ბრჭყალებში მოწინავია ამ თვალსაზრისით. ხშირად გვითქვამს ძალიან საგანგაშოდ ჟღერს, მაგრამ აი რატომღაც იცი ამას ეს ხელს არ უშლის ასეთ ტრაგიკული სტატისტიკის ზრდას ყოველწლიურად, რომ ჩვენ წელიწადში პატარა ქვეყანას 3,700,000 ადამიანით ერთი პატარა სოფელი გვეღუპება, სოფლის მოსახლეობის ოდენობის ხალხი გვეღუპება მხოლოდ ავტოკატასტროფებში. დიახ, კომბინირებულია მიზეზები და ზუსტად ამიტომ ამბობ, რომ ეს კომბინირებული მიზეზები, რომელიც სამწუხაროდ ისე დეტალურად არ არის შესწავლილი, უნდა გახდეს შესწავლილი საგანი. გარკვეული რეფორმები ბოლომდე არ არის მიყვანილი, ევროდირექტივები ნაწილობრივ არის დანერგილი, ხო, და მით უმეტეს აი კოორდინაცია სხვადასხვა სტრუქტურას შორის იყო დღემდე ეფექტური და მაგალითისთვის რო ჩამოთვალოთ, ხო, მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემა არის საერთაშორისო გამოცდილება, რომელმაც უნდა მოგვცეს დადებითი შედეგი, თუ ის ბოლომდე დაინერგება, ხო? ის ბოლომდე არ არის დანერგილი, იმიტომ რომ მაგალითად სიჩქარის გადაჭარბებაზე, მთავარ დარღვევაზე ქულები არ აკლდებათ ადამიანებს და მათ ვისაც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, გამუდმებით შეუძლიათ დაარღვიონ გადააჭარბონ სიჩქარეს, მანამდე სანამ ვინმე სიცოცხლეს არ მოусპობენ, ხო? აი ეს რეალობა დგას. მათ შორის რეალობა დგას, რომ მართვის მოწმობის გარეშე უამრავი მძღოლი გადაადგილდება. მათ შორის ჩვენ რეალობა გვაქვს ისეთი, რომ არ დანერგილა ისეთი ბერკეტები, რომელიც მაგალითად ტექნიკურ გამართულობაზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ შესავალში, უზრუნველყოფდა გზებზე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობას. ხო, ტექინსპექტირება არის პროცესი, რომელიც კი ნამდვილად ერთგვარი მონიტორინგია ავტომობილის ტექნიკურ გამართულობა გაუმართავობაზე, მაგრამ ეს არის პროცესი ინსპექტირებიდან ინსპექტირებამდე, ანუ აი იმ შუა პერიოდში რა ხდება. გზებზე კანონის აღსრულებაზე გვაქვს სერიოზული პრობლემა, მინდა გითხრათ, რომ მიმართვიანობა ინსპექტირების ცენტრებში ამ ეტაპისთვის არის განახევრებული, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეფორმას. და ამიტომ დღეს ჩვენ ამაზეც გქონდა საუბარი. ან ბევრი ფაქტორი არის კომბინირებული და ზუსტად ერთ ქოლგის ქვეშ უნდა მოექცეს ახლა ეს პრობლემები, რომ გადაიჭრას ისინი, იმიტომ რომ სხვანაირად, ხო, აი მაგალითად საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება და იქ გამოძიება აღგენს რომ იყოს სიჩქარის გადაჭარბება. შემდეგ უკვე ჭირს და აღარ ხდება სიღრმისეული გამოკვლევა, ხო არ იყო იქ ტექნიკური გაუმართავობა, ხომ არ იყო სხვა გარემო ფაქტორი, კიდევ საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა იყო. ჩვენ გვაქვს ქვეყანაში წერტილები, ეს ადგილებია, სადაც ბევრი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა ხდება, უпростоრად ფიქსირდება დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა, ვიცით ქაღალდზე, ასე ვთქვათ, დოკუმენტი, როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს შავი წერტილები, მაგრამ პრაგმატული ქმედებები, ჯერ ასე ვთქვათ, ეფექტიანი ქმედებები, ჯერ ამ მიმართულებით არ გვინახავს, მაგრამ ნუ გვინახავს მაგალითად იგივე დედაქალაქში, შემიძლია გითხრათ დადებით კონტექსტში ის, რომ პრობლემური მონაკვეთები გარკვეულწილად არის მოწესრიგებული, წესრიგდება გზაჯვარედინები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ასევე დედაქალაქში და სხვა ქალაქებში ჩანს, რომ ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით იმ დონეზე არ არის, ანუ თანამედროვე ტექნოლოგიები იმ დონეზე არ არის, რომ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაში ადამიანი არ იღუპებოდეს. და კიდევ ერთი მთავარი, ეს ისევ სიჩქარეს უკავშირდება,
ძალიან მნიშვნელოვანია რომ გადაიხედოს სიჩქარესთან დაკავშირებული გასაგებია იქ სოციალური კამპანია საჭიროა არანაირი სოციალური კამპანია უდრის ნულს ხო ასეთ პირობებში ძალიან რთულია რომ ადამიანებს მხოლოდ ჯარიმებით ცდიო თუ ადამიანს შეიძლება არ აქვს იმის რომ თავის სიჩქარის გადაჭარბებით ესე იგი სხვა ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს სპორტს აი ამის შეგნება თუ ადამიანს არ აქვს ხო ძალიან რთულია მხოლოდ ჯარიმების მოგვარებით თან იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ქულები არ აკრება მართვის მოწყობაში და თუ ფინანსურად შეძლებულია ადამიანი შეუძლია ეს მუდმივად აკეთოს სანამ საფრთხეს არ შეუქმნის სხვა ადამიანს მე ჩემი აზრით ვეთქვით რომ გადასახედია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ადმინისტრირება საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით ადმინისტრაციული სანქციების და მისი ადმინისტრირება. არ გულისხმობ სანქციების გაზრდას ამ შემთხვევაში. თუმცა შეიძლება იმ შემთხვევაში ესეც იყოს საჭირო. უფრო გულისხმობ ეფექტიანი მექანიზმის დანერგვას. აი რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური? რა შეიძლება იყოს უფრო ეფექტური ვიდრე ფულადი ჯარიმა? ხო, ეს ასე ვთქვათ, სიღრმისეული საკითხია, ემაპ, რა თქმა უნდა, სანქცია და ფულადი ჯარიმა უნდა იყოს, რიგ შემთხვევაში გადასახედიც კია, კიდევ ერთხელ ვთქვათ ეს, მაგრამ ეფექტიანი არ არის, როდესაც შენ ასე ვთქვათ, გაქვს ფულათა სისტემა დანერგილი არასრულყოფილად, ხო? და მაგალითად თავარ დარღვევაზე ეს ფულები არ მოქმედებს. ხო, ეს ხო პრობლემაა, ხო, ხელის გულზედებს ერთი პრობლემა. მეორე პრობლემაა, რომ შავი წერტილები, რომელიც არის, უნდა აღმოიფხვრას ეფექტიანად, ანუ იქ უნდა გადიოდეს კომისიური წესით ექსპერტები წერდნენ დასკვნას და მარტო დასკვნის დაწერა კი არ არის საჭირო, არამედ მისი აღმოფხვრაა საჭირო. არის და ხო, კიდევ ერთი ეს ხალხ, იგივე მართვის მოწმობებთან დაკავშირებით, მთელი რიგი რეფორმები არის გასატარებელი, ჯერ კიდევ ევროდირექტივები სულად არ არის დანერგილი, ჩვენი მართვის მოწმობა ბოლომდე არ არის აღიარებული ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ გადასახედია, ხო, ჯერ კიდევ გვაქვს ჩვენ ავტოსკოლების პრობლემა, ეგრეთ წოდებული ავტოსკოლების ვიტყოდი, იმიტომ რომ იქ არის წესიერი ავტოსკოლები, პატიოსანი ავტოსკოლების, გამოცდილების, პროფესიონალების, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი პირდაპირ უნდა დავარქვათ ახლა სახელი, თაღლითური გზით ამზადებს მართვის მოწმობის მაძიებელს, რომელიც ატყვევს თეორიულ გამოცდას და ისე იღებს მართვის მოწმობას და რომელიც რა თქმა უნდა გზაზე არის პოტენციური მკვლელი, იმიტომ რომ ადამიანმა თუ საგზაო მოძრაობის წესები არ იცის და ისე ხვდება საჭესთან, ის უკვე არის პოტენციური მკვლელი. ასე რომ მთელი კასკადი მე ვიტყოდი, აი მთლიანად პაკეტი არის შესაკრავი, აი წინადადებების საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი ვიცი რომ ამ საკითხებზე მუშაობს, ვიცი რომ საკითხები ჩამოწერილია, ვიცი რომ ამ საკითხებს გარკვეული ვადები აქვს გადაჭრის მაგრამ ეხლა მთავარია რომ თავად საგზაო უსაფრთხოება იყოს როგორც სტრუქტურა იმდენად მოძლიერებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და მათ მიენიჭოს ლიდერი სტრუქტურის ფუნქცია რომ შეძლოს პრობლემების გადაჭრა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ ეს კანონები რჩება ფურცელზე, მაგალითად იგივე ტექინსპექტორების ნაწილში, ხო, აი გზებზე კანონის ახსოვება არის ამ ეტაპისთვის არის პრაქტიკულად განულებული. რა თქმა უნდა, არის მოსაზრება რომ ეს გამოსწორდება, არის მოსაზრება რომ შეიძლება ხარვეზია, გასაგებია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს აუარესებს და უნდა დაინერგოს, ბოდიში უნდა დაინერგოს თანამედროვე ტექნოლოგია. თქო რომ ეკითხებით, აი რაშია კიდე გამოსავალი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, ხო? შეიძლება იგივე ავტომობილი, როცა არ მიმართავს ტექინსპექტირებას, არ ამოწმებს ავტომობილს ტექნიკურად გამართულია თუ არა, დაინერგოს პროგრამული უზრუნველყოფის გზით ადმინისტრირება, ანუ არის საინფორმაციო ბაზა, იქ ჩანს უკვე ავტომობილი ვინ მიმართა, ანუ ავტომობილის ისტორიაზეა ხო აქ ლაპარაკი. ავტომობილის ისტორიით შეიძლება ადმინისტრირება და აღარ იყოს საჭირო ჩვიან კამერებზე დამოკიდებულება მთელი რიგი დარღვევების შემთხვევაში. კეთილი, მადლობა დათო ძალიან საინტერესო საუბრისთვის, დათო მესხიშვილი, საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ბატონო? ერთი სიტყვა მინდა ღონისძიებაზე გითხრათ. აუცილებლად, აუცილებლად. საგზაო უსაფრთხოების ღონისძიება იყო კონფერენცია მკვირეული, რომელიც გაეროს ხარდაჭერით მიმდინარეობს და საქართველოს ალიანსის საგზაო უსაფრთხოებისთვის არის ორგანიზატორი ქალბატონი ეკალალიაშვილი, ძალიან მაღალი დონის კონფერენცია იყო და ამ გაეროს მაინც მინდა რომ საზოგადოება მიცოდეს და მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ და თავადაც ნახეს, რომ მთავარ პრიორიტეტებად, ასე ვთქვათ, მიმდინარე წელს განისაზღვრება ველოსიპედით მოსარგებლეთა და ქვეითთა უფლებების დაცვა საქართველოში ქვეითების თვალსაზრისით გვაქვს ძალიან მძიმე სურათი, მესამედი დაღუპულების და დაშავებულების
მოდის ქვეითებზე, რაც ხშირ შემთხვევაში არის როგორც ცნობიერების პრობლემა, საჯარო ინფრასტრუქტურის პრობლემა და შეუსაბამო ადმინისტრირების პრობლემა დამრღვევი მძღოლების მიმართ. ამიტომ ეს ორი მიმართულება განისაზღვრა პრიორიტეტად და მინდა მადლობა უთხრა როგორც გაეროს წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ დასტურდება რა მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების ხარდაჭერა. ასევე მადლობა მინდა უთხრა ეკალალიაშვილს მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის კონფერენციის. მადლობა დავით მესხიშვილს, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრის ასოციაციის პრეზიდენტი იყო ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი.